დავით უსუფაშვილი. ეს სახელი და გვარი ადრე მზრუნველ მეუღლესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხის ჩაქუჩთან ასოცირდებოდა. ახლა კი იგი უმუშევრობის სინონიმია. უსუფა შოუში არ მოსვლამ შავ-ვარამიშვილი იმდენად გაანაწყინა, რომ მან ბენდის წევრები გაყარა. მას შემდეგ ამ დეკორაციაში სიბნელემ და წვდიადმა დაისადგურა. ერთად ნახოთ, თუ სად არიან ჩვენი ბენდის წევრები. ტაქსი! უკაცრავად, ჭავ. დათო! დათო, შენ ფანჯარა ჩამოწიე, დათო! აი დათო ვარ ხო დაჯექს ადგილი მინდა. შენ ჯგუფის წევრები სად არიან, ეგება გითხრა, თუ იცი. დავიშალე ზოგი სად არის ზოგისა. წამო განახეთ მას ამ. აი განახა. აღარ არიან რა. აი დრამერი ხმა. აი რა დღეს ჩავაგდო შავარა. არა. საინტერესოა თუ სად არის გელა გნოლიძე. გელა? რამიშვილი საშინელი კაცია, ხოცი კი არა ჩანერგილი ნაცია. ბენდის საშინელ სიტუაციაშია. რა არის გამოსავალი? სად არის სამართლიანობა? როდის უნდა დამთავრდეს ეს უბედურება? სწორედ ამიტომ სამართლიანობის აღსადგენად ბენდი პარლამენტის წინ შეიკრიბა. ჩვენ ვართ უსამართლობის ხერფლი. ამას ქართველი ერი არ მოითხოვს. მოდი ყველამ ერთხმად შევძახოთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ. აბა მაღლა ხელები! პარლამენტზე დასიეთ! მობძანდი! სირცხილია ჩვენნაირი ხალხი უმუშევარი იყოს და ვიღაც შავ-ვარამიშვილს შეუმიყავდეს. ამისთვის ვიტეკით ხარში, წვიმაში, ავდარში. ამისთვის ვღებოდით მიშამაგარია. ერთხელ მაინც ვამდეთ შავ-ვარამიშვილის შოუ. ესე იგი კატეგორიულად მოვითხოვთ მოვიდეს დავით უსუფაშვილი, ანდა დაინიშნოს ადამიანი საპარლამენტო ასეულები. ზის დიქტატურა! როგორც ხედავთ, ბენდის წევრების გარდა უბრალო ადამიანები შემოუერთდნენ აქციას. უკაცრავად, რატომ მოხვედით აქციაზე? რას ლაპარაკობ გენაცვალე? როგორც გავიგე ამ აქციის შესახებ ეგრევე გამოვიკეცი. დათო არის უმაგრესი მომღერალი, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ფორჩკი დასავლეთ კერძი გვინებს. უკაცრავად, თქვენ დათო ფორჩკიძის აქციაზე არ მოსულხართ? ხო ჩამეცა. ეს დათო ხუჯაძის აქცია არ არის? პროვოკატორები, შალვას ვენაცვალე, მე მეტის ღირსები ხარ. შენ ბიჭო, მეტის ღირსები ხარ ბიჭო. მოისი ნანახი. დავოისე, ბიჭო. და ბოლოს, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, მეც დედამეტირება.